გამარჯობა, დღეს მოგიყვებით WooCommerce-ზე. ეს არის პლაგინი, რომელიც გვეხმარება WordPress-ზე ონლაინ მაღაზიის დამზადებაში. მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, მაქვს 10 წლიანი გამოცდილება WordPress-ზე საიტების დამზადების და ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ YouTube არხზე და Facebook ჯგუფში. დამწყებთათვის ყველა ტერმინი გასაგები რო იყოს. ესეთი პლეილისტი მაქვს შექმნილი და გირჩევთ პირველივე ვიდეოდან დაიწყოთ. დღევანდელი ვიდეო სპონსორი არის კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დომეინი და ჰოსტინგი და მათ ჩვენთვის აქვს 15%-იანი ფასდაკლება, რაზეც მოგვიანებით მოგიყვებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გაწევრიანდით Facebook ჯგუფში, იმისთვის რომ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და საინტერესო შემოთავაზებები. და სანამ გადავიდოდეთ იმაზე თუ როგორი ტიპის ონლაინ მაღაზიის დამზადება არის შესაძლებელი, რა ფუნქციებით და როგორი ვიზუალით, მინდა გაჩვენოთ ეს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნებული არის WooCommerce-ის ოფიციალურ საიტზე. ესე იგი, 4 მილიონ საიტზე მეტი არის ონლაინ მაღაზია გაკეთებული WooCommerce-ის გამოყენებით. Top მილიონი საიტებიდან, რომელიც ონლაინ მაღაზიებია, 31 არის WooCommerce-ზე. და ეს ყველასთვის ცნობილი და პოპულარული ციფრი არის, საიტების 53% არის WordPress-ზე დამზადებული. საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები არის. აქ ვხვდებით, რომ სერიოზულ სისტემებთან გვაქვს, სანდო სისტემებთან გვაქვს საქმე და მას აუცილებელია მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაკეთებთ ონლაინ მაღაზიას. კარგი, ვნახოთ ახლა როგორი ტიპის საიტების დამზადება არის შესაძლებელი. WooCommerce-ის ოფიციალურ საიტზე შეგვიძლია ვნახოთ თემები და ის კატეგორიები, რომელიც ეხება ამ ონლაინ მაღაზიებს. აქ ყველა არის მოცემული, ეს იქნება ნავეჯი, იქნება ცხოველები, შინაური ცხოველებისთვის იქნება დაუშვათ ეს სპორტული საქონელი, ტანსაცმელი თუ სხვადასხვა ტიპები აქ არის ჩამოთვლილი. ზოგად ჩამონათვალს კი ეტყვით, რომ ესე იგი, როგორც ხედავთ, ეს არის ფიზიკური პროდუქცია, რომელსაც შეძენის შემდეგ ვაწვდით ჩვენს მყიდველს. არის ციფრული პროდუქცია, რომელიც შეუძლია შეძენის შემდეგ გადმოიწეროს, ეს შეიძლება იყოს მუსიკა, შეიძლება იყოს რამე სურათები, შეიძლება იყოს რამე სოფტი, პლაგინი იქნება ეს თუ დაუშვათ რამე პროგრამა იქნება და ასევე შეიძლება ეს იყოს რამე მომსახურება, დაუშვათ რამე სერვისი თუ უწევთ ვინმეს, შეიძლება ერთჯერადად ან დაუშვათ ყოველთვიურად და ასევე შესაძლებელი არის ბუკინგების დაჯავშნის სისტემის გაკეთება. ეს სასტუმროსთვის იქნება თუ ტურისტული კომპანიისთვის იქნება თუ მოკლედ იქ, სადაც რაღაცა არის დასაჯავშნი, ამ სისტემისთვისაც გამოიყენება WooCommerce. ვიზუალურად როგორც ხედავთ, არის ძალიან ბევრი ვარიანტი. ასევე არის შესაძლებელი თემების შეძენა პოპულარულ ThemeForest.net-ზე, რო გადავიდეთ აქ პოპულარულ განყოფილებაში, პოპულარული თემების განყოფილებაში, ნახავთ, რომ ბევრი თემა. მთავარია აღწერაში კონდეს ნახსენები WooCommerce, მაგალითად აქ ყველა თემას პრინციპში უკვე ან ლოგოზე აქვს დატანილი, აი ნახეთ, აი აქ არის, ან თვითონ ტექსტშივე უწერიათ WooCommerce. აი მაგალითისთვის ავიღოთ გაჩვენებთ ერთ-ერთ თემას, რა სხვადასხვა ფუნქციები შეიძლება კონდეს რამდენიმეს გაჩვენებთ. ეს არის ონლაინ ციფრული პროდუქციის მაღაზიაც არის ამაში და ასევე არის ტექნიკის მაღაზიაც. აი აქ არის ნაჩვენები პროდუქცია, შეგვიძლია ყველას ნახვა და აქვე გამოჩნდება ფილტრი. ფასის მიხედვით, ბრენდების მიხედვით, ფერების მიხედვით და უშოთ რაღაცა მონაცემების მიხედვით შეიძლება დახარისხება პროდუქციის. მაგრამ აი ნახეთ, წიგნების მაღაზიის შემთხვევაში ჩვენ ფერების ფილტრი არ გვჭირდება. წიგნს ვარჩევთ უშოთ შინაარსით, სათაურით, ავტორით, ჟანრით, ზოგიერთი ყდით, მაგრამ ფერით ნამდვილად არავინ არ არჩევს ჩემი აზრით. ხო, სხვადასხვა ესეთი დეტალები არის. აი მაგალითად გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ფერების ფილტრი. აი დაუშვათ ჩვენ გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში ვუყურებთ ნაცრისფერი ველოსიპედი არის ნაჩვენები, დაუშვათ გვაინტერესებს მწვანე როგორ გამოიყურება, აი აქ დავკლიკავთ ფილტრზე, აი აქაც და უკვე ჩანს, რომ სხვა ვარიანტი. შეიძლება ამ ფერებზე დამოკიდებული იყოს ფასები, შეიძლება დაუშვათ ზომაზე, წონაზე იყოს ფასი დამოკიდებული, ხო, ბევრი სხვადასხვა დეტალი არის, ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა არის. აი მაგალითისთვის ავეჯის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს
აუცილებელი ზომების ჩვენება. აი მაგალითად ვხედავთ, რომ აი ეს ფერი გვაქვს, სხვა ფერს არ ვაწარმოებთ და უშუალოდ ამ მომენტისთვის არ გვაქვს და მარტო ესეთი პროდუქცია გვაქვს, მაგრამ აქ უკვე მომხმარებელს და უშუალოდ ახლა ვიზუალურად თუ ხედავს, რომ ფერი მისთვის მისაღები არის, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ზომაც. აი აქ არის ზომის დატანის საშუალება და ნუ ახლა აქ ეს სკამი არ არის, სავარძელი არ არის გამოტანილი, მაგრამ ნუ დაახლოებით ეს ხო სატესტო საიტია. და აქვე შეგიძლია ვნახოთ და უშუალოდ მიუთითოთ სიმაღლე რა აქვს, სიგანე რა აქვს და უშუალოდ რაღაცა ის სხვა დეტალები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის პროდუქციის შეძენისას. საბავშვო ტანსაცმელის შემთხვევაში და უშუალოდ ეს იქნება ზომები, რაოდენობა, ფერები, აი აქაც აი ზომები ესე არის გამოტანილი. აი ჩანს და უშუალოდ რომ დაახლოებით რა ასაკისთვის, რა ზომა, რა სიგანე აქვს, რა სიგრძე აქვს და ასე შემდეგ რა. ეს და სხვა დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებელი შემოვიდეს საიტზე, კომფორტულად დაარჩიოს ის, რაც მას ჭირდება და რაც შეუკვეთა ის, რომ ჩამოვიდეს. ახლა კი გაჩვენეთ, როგორ შეგვიძლია დავაინსტალიროთ WooCommerce-ის პლაგინი ჩვენ საიტზე. შეგახსენებთ, რომ თემა აუცილებლად თავსებადი უნდა იყოს WooCommerce-თან. ზოგიერთ თავსებად თემას WooCommerce უკვე დაინსტალირებული აქვს და არაფერს დაინსტალირება არ გჭირდებათ. ზოგიერთისთვის კი დასაინსტალირებელი არის და პრინციპში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ახლა გაჩვენებთ. გადავდივართ ჩვენი საიტის მართვის პანელში, გადავდივართ პლაგინების განყოფილებაში, ახალი პლაგინის დაინსტალირებაზე დავკლიკავთ. მე უკვე დაინსტალირებული მაქვს, აი აქ ჩავწერთ WooS, უკვე დაინსტალირებული მაქვს, მაგრამ პრინციპი მუშაობის იგივე არის. აქ ჩამონათვალში ნახავთ ახლა WooCommerce დაიწერება და რადგან ჩემთან დაინსტალირებული არის, აქ ინსტალაციის ღილა კი არ არის აქტიური. როდესაც გააქტიურებთ, დაინსტალირებთ და გააქტიურებთ WooCommerce, ამოაგდებს ფანჯარას, სადაც ველები არის შესავსები. თუ არ ამოაგდო ფანჯარა, ეს ზუსტად ეს შემთხვევა არის, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეხვიდეთ აი WooCommerce-ის სეტინგების განყოფილებაში და ან განაგრძოთ, ან თავიდან, ან შეცვალოთ ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. აი აქ არის ის დეტალები, რაც WooCommerce-ის ონლაინ მაღაზიას ჭირდება. ეს ყველა ველი არის შესავსები. ახლა ამ მომენტისთვის ამ დეტალებს ყველაფერს ვერ განვიხილავ, მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავ, რომ ჩავწერო WooCommerce-ზე უფრო დეტალური ვიდეო. თუ დაინტერესებული ხართ, აუცილებლად დაპლიუსტით კომენტარში და მეც მეცოდინება, რამდენი ადამიანი ელოდება ამ ვიდეოს. გადავიდგეთ შემდეგ დეტალებზე, მინდა გაჩვენოთ თვითონ როგორ გამოიყურება საიტი. ეს არის ჩვენი მარტივი საიტი ონლაინ მაღაზია. ესე გამოიყურება, ძალიან სიმპათიურია, ძალიან მომწონს. აი მაგალითისთვის აქ შეგვიძლია პირდაპირ აქედანვე ვნახოთ. აი უშოთ ეს ბოტასები დევს, შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა ფერი, ნახეთ ფერი იცვლება. იმის მიხედვით თუ რაზე დავკლიკავთ და თვითონ ონლაინ მაღაზიაზეც კატალოგში რო გადავიდეთ. აქაც ესეთი მარტივი ფილტრი არის ფასის მიხედვით და კატეგორიების მიხედვით. ბუნებრივია სხვადასხვა ონლაინ მაღაზიას სხვადასხვა საჭიროებები აქვს, შეიძლება სხვადასხვა პლაგინები დასჭირდეს, სხვადასხვა კონფიგურაცია და მოკლედ ბევრი სხვადასხვა დეტალი არის, მაგრამ ორი რამე აუცილებლად უნდა გქონდეს. პირველი ეს არის, უნდა შეგეძლოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის მართვა მობილური ტელეფონიდან. ამისთვის App Store-ში და Google Play-ში არის WooS აპლიკაცია, დაინსტალირებთ ამ აპლიკაციას და შეგეძლებათ სწრაფად რეაგიროთ შეკვეთებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ გიწევთ მუდამ კომპიუტერთან ჯდომა და იმის ყურება, ვინ რა შეუკვეთა და სად რა არის გასაგზავნი. და მეორე, ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი, ეს არის გადახდის პლაგინები, ჩვენ სპონსორს ProService აქვს სპეციალურად შექმნილი გადახდის პლაგინები WordPress-ისთვის და WooCommerce-ისთვის. გადახდის და განვადების პლაგინები, ეს არის ესე იგი საქართველოს ბანკისთვის, Paze-ისთვის, Fleet-ით გადახდა და განვადების პლაგინები, როგორც ხედავთ, საქართველოს ბანკი, TBC, Credo ბანკი, ისევ საქართველოს ბანკის ნაწილ გადახდა და SMS შეტყობინებები, რაც შეიძლება ასევე გამოგადგეთ, როდესაც დაუშვათ შეკვეთა მოვა, მიიღოთ ინფორმაცია.
რამის შეძენამდე, რამის ესეთი დეტალის გაკეთებამდე აუცილებლად გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია. თვითონ ბანკთანაც ხელშეკრულების დადებამდე აუცილებლად გაეცნოთ პირობებს და ასევე ამ პლაგინებთან დაკავშირებით აი ამ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ProService და მეტი დეტალი მიიღოთ ამ პლაგინების შესახებ. და გადავიდეთ დაპირებულ ფასდაკლებაზე, რომელსაც გვთავაზობს კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიცინოთ დომეინს და ჰოსტინგიც. გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ 15%-იანი ფასდაკლება და როგორ მიიღოთ დომენი 1 წლით უფასოდ. ესე იგი, ავირჩიოთ ჰოსტინგ პაკეტი, აი ამ ღილაკს დავაკლიკოთ, დავუშვათ აი ეს 35 პაკეტი ავარჩიეთ. აქ ჩავწეროთ ის დომენი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და შევამოწმოთ არის თუ არა ხელმისაწვდომი და ვინმეს მიერ ხო არ არის დარეგისტრირებული. დავაკლიკოთ გაგრძელებაზე. აქ ავირჩიოთ 1 წლით გადახდას და 420 ლარი იქნება გადასახდელი ნაჩვენები არის. დავაკლიკოთ გაგრძელებაზე. კიდევ გაგრძელებას დავაკლიკოთ ღილაკს. აი როგორც ხედავთ, აქ წერია უკვე რომ ჯამში არის თანხა 420 ლარი გადასახდელი და 0 ლარია გადასახდელი დომენის საფასური. აი აქ ჩავწერთ ფასდაკლებას ვლადიმერ KV15 კოდს შეამოწმებს და ნახეთ დააკლდება 63 ლარი, ანუ 15%. ესე იგი 420 ლარი იყო გადასახდელი და 357 ლარს ვიხდით. აი ეს არის ის ფასდაკლება, რასაც გვთავაზობენ. კიდევ გვექნება არხზე საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო ფასდაკლებები, გამოიწერეთ არხი, გაწევრიანდით ჯგუფში, წარმატებებს გისურვებთ.